რითი იყო გამორჩეული გაეროს წლევანდელი ასამბლეა? ჩვენ რამდენიმე ისტორიას მოუყარეთ თავი, მათგან მთავარი გმირი ცხადი ამერიკის პრეზიდენტია, რა თუნდა თქვა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ამბის მთავარ გმირად იქცა. ყველაფერი და პირველი ერთგვარი, რა ვიცი, სკანდალით დაიწყო, მისი მისვლისთანავე გაეროში, აი შემოდგა თუ არა ფეხი, ამის მერე დაიწყო და იდეაში აღარც დასრულდა. პრეზიდენტი ტრამპი და პირველი ლედი შედიან გაეროს სათავო ოფისში და მიემართებიან ესკალატორებისკენ და შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი იყვება. ჯამში რაც მივიღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან არის გაჩერებული ესკალატორი, რომელიც გაშეშდა ჩვენი ასვლისას. პირველი ლედი არაჩვეულებრივ ფორმაში რომ არ იყოს, რაშიც სრულიად ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, ის დაეცემოდა, მაგრამ ის შესანიშნავ ფორმაშია. ორთავე არაჩვეულებრივ ფორმაში ვართ და დავდექით არწავქცეულ ვართ და კიდევ ერთი გაეროს ტელეპრომპტერი, ანუ სუფლიორი, რომელიც არ მუშაობს. მოკლედ, ეს ორი რამ მივიღე გაეროდან. ცუდი ესკალატორი და ცუდი სუფლიორი. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ვინც მართავს ამ სუფლიორს, მაგარ შარშია.